მეგობრებო, სანამ ვიდეოს დავიწყებთ, გთხოვთ დააჭირეთ მოწონებას, ლაიქს, გამოიწერეთ არხი და დატოვეთ კომენტარები ქვემოთ. თქვენი მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ გავაგრძელოთ ახალი ვიდეოების გამოშვება MMA სამყაროდან. ახლა კი მოდით გადავინაცვლოთ მთავარ მოვლენაზე. მოკლედ, სულ ცოტა დრო დარჩა დიდ ბრძოლამდე, UFC 322, სადაც მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ორიგინალური სტილის მქონე მებრძოლები, ავსტრალიელი დინამო ჯეკ ბელამადალენა და რუსული საბრძოლო სკოლის გენია ისლამ მახაჩევი. ეს იქნება ისლამის პირველი მცდელობა, დაიპყროს მეორე წონა, ნახევრად საშუალო კატეგორია, სადაც ჩემპიონობა ჯეკს ეკუთვნის. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ეს ბრძოლა არა მხოლოდ ტიტულისთვისაა, არამედ ძალისა და ინტელექტის დაპირისპირებაა. მახაჩევმა თავისი გზა ჩამოაყალიბა მსუბუქ წონაში, მისი დომინანტური გრეპლინგით, კლინჩებით და კონტროლით. ახლა კი ის ამაღლდა 70-დან 77 კილოგრამზე და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი სტილი უნივერსალურია. მეორეს მხრივ, მადალენა არ არის ტიპიური დარტყმელი. ეს ბიჭი ნამდვილი მხეცია, რომელიც წინ მიდის, ბრუნდება, არ ჩერდება და ზუსტად ურტყამს. ბევრმა აღნიშნა, რომ მისი ხელების სიზუსტე და დარტყმის ძალა განსაკუთრებულია. როგორც ალჯამეინ სტერლინგმა თქვა, მე არ ვფიქრობ, რომ ისლამი შეძლებს ამ დონეზე ბრძოლას. ჯეკს აქვს ძალა, რომელიც ნებისმიერ ბრძოლას ცვლის. თუ ის შეძლებს ფეხზე დარჩენას და ტეიქდაუნების თავიდან აცილებას, მახაჩევს გაუჭირდება. ლეონ ედვარდსმა კი უფრო ფრთხილი პოზიცია დაიკავა. უნდა დავალოდოთ ბრძოლას. მსუბუქ და ნახევრად საშუალო წონებს შორის დიდი განსხვავებაა. აქ მებრძოლები უფრო მძიმეები და ძლიერები არიან. ჯეკი ძალიან მრავალმხრივია და მე მაინტერესებს, შეძლებს თუ არა ისლამი მის წინააღმდეგ წონითი სხვაობის კომპენსირებას. დანიელ კორმიემ აღნიშნა, რომ ბევრი ფსონს მადალენაზე გააკეთებს. ისლამი უბრალოდ უფრო პატარა ბიჭია. ახლა ის იბრძვის კაცთან, რომელმაც ბოლო ბრძოლაში საოცარი ფორმა აჩვენა. ფიზიკური სხვაობა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ბენიელ დარიუშმა თან ხდება. ზომას მნიშვნელობა აქვს. ჯეკს აქვს შესანიშნავი გამძლელობა, შესანიშნავი კარდიო. მე მგონია, რომ ის მოიგებს, რადგან შეძლებს დინამიკის შენარჩუნებას მთელი ბრძოლის განმავლობაში. მაგრამ ბილალ მოხამადმა განსხვავებული ხედვა გამოხატა. თუ ბრძოლა მიწაზე გადავა, ისლამი აიღებს კონტროლს. მას ყოველთვის შეუძლია მართოს ტემპი და არ უშვებს შეცდომებს. ჯეკი ზოგჯერ აძლევს ზურგს ან შანსის ხელის ჩავლევას. მახაჩევთან მსგავსი შეცდომა მარცხის ტოლფასია. ალექსანდრე ვოლკანოვსკიმ, რომელმაც თვითონ ორჯერ შეხვდა მახაჩევს, ასე თქვა: ისლამი საშიშია, მაგრამ ჯეკს აქვს ის, რაც ბევრს არა, შეუჩერებელი წნეხა. მისი ბოქს აქვს სიზუსტე და დროის გრძნობა. თუ შეძლებს ბრძოლის ცენტრის კონტროლის და არ მიაჩენებს ზურგს ბადესთან, მას კარგი შანსი აქვს. გილბერტ ბერნსმა დაამატა, რომ მადალენას ვოლკანოვსკისთან ერთად ვარჯიში უდიდეს ინფორმაციას აძლევს. ისლამის სტილის შესაცნობთ უკეთესი სპარინგ პარტნიორი ვიდრე ვოლკანოვსკი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ფიქრობ, რომ ბრძოლა უფრო თანაბარი იქნება, ვიდრე ხალხი ელოდება. რობერტ ვიტაკერმა თქვა: ჯეკს აქვს ინტუიცია და გამბეობა. ის არ შიშობს წნეხის პრინაშე. ისლამი ცდილობს გატეხოს ფსიქოლოგიურად, მაგრამ მადალენა ასეთ მომენტებში ყვავის. დარტყმაში ის ბევრად უკეთესია. ტომ ასპინალმა მოკლედ თქვა: ჩემი პროგნოზი რა არის? ჯეკ დელამადალენა მოიგებს. თუმცა ყველასთვის არ არის ყველაფერი ასეთი მარტივი. შონ ბრედიმ გულით ისლამს დაუჭირა მხარი, მაგრამ ტვინით მადალენას. მე მინდა, რომ ისლამმა გაიმარჯვოს, რომ მასთან მებრძოლად გავივიდე, მაგრამ ფსონს დავსავ მადალენაზე. მისი ბოქსი და სიმტკისა ძალიან მაღალი დონისაა. დემეტრიუს ჯონსონმა უფრო ფილოსოფიურად მიუდგა. ეს ბრძოლა ან ძალიან მოსაწყენი იქნება, ან ძალიან საინტერესო. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ჯეკი ისლამის კონტროლის გაწყვეტას. მისი ანტიბრძოლა ძალიან კარგად მუშაობს და აქ თითეული წამი ფასავს. ხოაკინ ბაკლიმ კი კლასიკურად შეაფასა. თუ ბრძოლა მიწაზე წავიდა, უპირატესობა ისლამს. მაგრამ თუ ის ვერ მოახერხებს გადაყვანას, მადალენა ფეხზე უფრო საშიშია. და ბოლოს დასტინ პორიემ თქვა: პირველი ორი რაუნდი გავიგებთ ყველაფერს. თუ ისლამი მოახერხებს ტეიქდაუნებს, მოიგებს. მაგრამ თუ ჯეკი დაიცავს თავს და ფეხზე დარჩება, თავისი ბოქსით ისლამს ნელ-ნელა დაშლის. ბერულმა ვარსკვლავმა უკვე გამოხატა საკუთარი მოსაზრება. ზოგი იტყვის, რომ ეს სამოქალაქო ბარიერი იქნება მახაჩევისთვის. ზოგი კი ვარაუდობს ჯეკის ისტორიას ახალი თავგადასავლებით. ხორხე მასვიდალი მიიჩნევს, რომ თუ ჯეკი გაიმარჯვებს, ეს იქნება მომენტი, რომელიც სტუმრად დარჩება სპორტის ისტორიაში. მე ვნახე ისლამი ლაივში, ძლიერი მებრძოლია, თუმცა ჯეკი განსაკუთრებული ტიპია. თუ ჯეკი შეძლებს, ეს იქნება დიდი ამბავი. კამარუ უსმანი მოკრძალებით უფროების მხარია, ცირედ მხარს უჭერ ისლამს, ასე აღნიშნა. ხამზად ციმაევი კი ფიქრის გარეშე მხარს უჭერს მახაჩევს. ისლამი ძალიან დომინანტურია, ფიზიკურად ძლიერი და მისი ხანგრძლივობა საოცარია.
რაც შეეხება სოციალურ ქსელებს და მაჩების მიმოხილვებს, ჩვენს Telegram არხზე main card უკვე გამოქვეყნებულია top 10 ჰეიტერის ვიდეო ისლამ მახაჩევზე. გაიარეთ, ნახეთ და მოგწერეთ თქვენი აზრი. რენატო მოიკანო, რომელიც ადრე დაპირისპირდა ისლამს, დარწმუნებულია, ისლამი შეძლებს, მისი გრეპლინგი სხვა დონეა და მე უბრალოდ მიყვარს მისი სტილი. მერაბ დვალიშვილი კი ასევე ფიქრობს, რომ მახაჩევს შეუძლია 2 დღე დაიბრუნოს. ის ძალიან ჭკვიანია, თუ ის შეძლებს მის წინააღმდეგ ტეიქდაუნებს, ყველაფერი რისკზე იქნება. არ უჩანდა კომენტარები სტივენ ტომსონისგან და კოლბი კოვინგტონისგან. ტომსონი ჯეკის შესაძლებლობებზე საუბრობს და ამბობს, რომ ჯეკი უკონტროლებელია, როცა ფორმაშია, ხოლო კოვინგტონი კი ყველაფერს ექსპერტთა მოსაზრებებზე ტოვებს. ისლამი კი უფრო რთული მოწინააღმდეგეა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუ ის მოიტანს საკუთარ გრეპლინგს. ინტენსიურობაში ეს დაპირისპირება იმითაც გამოირჩევა, რომ მახაჩევმა საკუთარი კარიერა მთელი გულით დადო შეტევაზე, ხოლო ჯეკ დელა მადალენას სტილი უწყვეტი წნეხი და მაღალპლანიანი დარტყმები. ექსპერტთა ნაწილს მიაცნია, რომ ბრძოლა დახურული იქნება პირველად 2 რაუნდში. იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად იმუშავებს იმპრომტო ტეიქდაუნების ხაზზე ისლამი. ბევრი ფიქრობს, რომ განსხვავება იქნება ზომებში. ისლამი წარსულში იბრძოდა 70 კილოგრამზე, ახლა კი ის 77 კილოგრამამდე ასცა. ეს არც ისე მცირე საქმეა. თუმცა როგორც მაკენზი დერმა თქვა, მე გრეპლერი ვარ და მინდა რომ ისლამმა მოიგოს. მე მჯერა რომ მიწაზე მისი უპირატესობა გადამწყვეტი იქნება. კონორი და სხვა პლევენები სოციალურ ქსელებში წუხანობენ. კონორი მაკგრეგორი საკმაოდ კრიტიკულია ისლამის მიმართ და არ მალავს თავის ემოციებს, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მეტად ხდის ბოილს გულშემატკივრებში. ილია ტოპურიას კრიტიკა ასევე არ ეჭირება. თუ ისლამი წვაგვაგენებს მას მიწაზე, ჩვენ ვნახავთ კატასტროფას ჯეკისთვის. ბუკმექერები კი როგორც ამბობენ, სხვადასხვა აზრზე არიან. ზოგი ჩართულობაში უპირატესობას მიანიჭებს მახაჩევს, ზოგი კი მადალენას. თუმცა ეს მხოლოდ პროცენტები და ციფრებია. ოქტაგონში ყველაფერი წააქვთ რეალურ ქმედებაზე. ჩვენი მოკლე შეჯამება. თუ ბრძონა მიწაზე წავა, უპირატესობა მახაჩევს. თუ ჯეკი შეძლებს დარჩენის ფეხზე და კონტრშეჯელებში გამოიყენებს წონითა და სიზუსტით უპირატესობას, შანსი აქვს გამარჯვებაზე. ყველაზე მთავარი რჩევა ნებისმიერ მსაჯისთვის. არ წააგოთ გაგებით, რას ნიშნავს ცუდი პოზიცია. ბრძოლაში შეცდომებმა უმნიშვნელოვანესი შედეგი შეიძლება მოიტანოს. მეგობრებო, ახლა თქვენი რიგია. რომელზე მიდეგით? გააწყვით კომენტარი. ვინ წააგებს? ჯეკ დელა მადალენა თუ ისლამ მახაჩევი? დაწერეთ მიზეზები, ჩვენ წავიკითხავთ და ავირჩიეთ საუკეთესო კომენტარი, რომელიც გაანაწილებს ჩვენს არხის ნომინაციას. დაავიწყეთ ლაიქით, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეტყობინებები. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თავარ ჩატში გაგვაგებინეთ თქვენი პროგნოზი და დაგვიკავშირეთ Telegram არხზე, სადაც გვექნება მეტი ექსკლუზიური ანალიზი და მემები. შეხვედრამდე შემდეგ გამოცემაში. იქ შევაჯამებთ ბრძოლას, ვისაუბრებთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე და ავიღებთ საუკეთესო კომენტარებს.